целик. Хочу заработать много денег и раскачивать людям, что деньги это не самое главное в жизни. დღეს ვსაუბრობთ ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და წინააღმდეგობრივ ფიგურაზე, ხაბიბ ნურმაგომედოვზე. დიდი ხანია ამ არხზე მის შესახებ არაფერი გქონია, მაგრამ დროა ყველაფერი ისევ გავიხსენოთ. ხაბიბი მხოლოდ მებრძოლი არაა, ეს ადამიანი უკვე დიდი ხანია გასცდა სპორტის საზღვრებს და გახდა ერთგვარი პიროვნული ბრენდი. სპორტში, დიახ, ყველაფერი ნათელია. ჩემპიონი, უამრავი გამარჯვება ძლიერ მოწინააღმდეგეებზე, დიდი კარიერა UFC-ში. მაგრამ რაც შეეხება მის საჯარო ცხოვრებას, აი იქ იწყება ყველაზე საინტერესო. ხაბიბის სიყვებში და ქმედებებში ხშირად არის ისეთი წინააღმდეგობები, რომ ადამიანს იფიქრებს, ან არაფერს ესმის, ან ყველაფერი ზედმეტად კარგად იცის. ბოლო პერიოდში ის აქტიურად ლაპარაკობს პალესტინაზე. მისი სოციალური ქსელი სავსეა პოსტებით, სადაც გამოთქვამს თანაგრძნობას პალესტინელების მიმართ. ლაპარაკობს თავისუფლებაზე, ბრძოლაზე და იმაზე, რომ ოდესღაც იქ თავისი სპორტული დარბაზი ხაბიბ ჯიმ უნდა გახსნას. სიტყვებით თითქოს კეთილი საქმეა, მაგრამ საქმით არაფერი. არც ჰუმანიტარული დახმარება, არც ფინანსური მხარდაჭერა, არც ერთი რეალური მოქმედება, მხოლოდ სიტყვები. და ეს მაშინ, როცა ხაბიბს უმამრავი ფული აქვს. სხვა მებრძოლებისგან განსხვავებით, მაგალითად ხამზად ჩიმაევი ან მაგომედ ისმაილოვი ხმამახლა ამბობდნენ, რომ მზად არიან პალესტინაში წავიდნენ და იბრძოლონ. ხაბიბმა მსგავსი არაფერი თქვა. ის უბრალოდ სიტყვიერად გამოხატავს სოლიდარობას და აგროვებს ლაიქებს იმ ადამიანებისგან, ვინც ამ თემაზე ემოციურად რეაგირებს. ახლა წარმოიდგინე, ძმალო, როგორი გავლენა აქვს მას თავის მაყურებელზე. მილიონობით ადამიანი მას უსმენს და როცა ის ამბობს, რომ მისი ოცნებაა პალესტინელებს ქონეთ საკუთარი ქვეყანა, აეროპორტი, სპორტული სკოლა, ხალხი გულწრფელად იჯერებს ამას. მაგრამ როცა უყურებ რეალობას, პალესტინა უკვე 10 წლეულია სიღარიბეშია. იქ რამდენიმე მდიდარი ოჯახი ფლობს თითქმის მთელ ეკონომიკას. მათი პრეზიდენტის ქონება ოფიციალური მონაცემებით დაახლოებით 100 მილიონი დოლარია, ხოლო მინიმუმ 5 ოჯახი ფლობს $1 მილიარდზე მეც. იმ ფონზე, როცა უბრალო ხალხს სახლები აღარ დარჩა, როცა ადამიანები შიმშილით იხოცებიან, მათი ელიტა კიდევ უფრო მდიდრდება. ხაბიბს ეს ყველაფერი როგორ შეიძლება არ იცოდეს? შეუძლებელია, ძმაო. უბრალოდ მას ასე აწყობს, უფრო მარტივია ლამაზად ილაპარაკო პალესტინაზე, მოიპოვო ემოციური მხარდაჭერა, ვიდრე რეალურად გააკეთო რამე. მისი ინტერვიუ ერთ-ერთ პალესტინელ ჟურნალისტთან ბევრს დაამახსოვრდა. ხაბიბმა მაშინ თქვა: თქვენ შთააგონეთ მთელი მსოფლიო. აჩვენეთ ყველას რამდენად მშვენიერია ჩვენი რელიგია, გააგრძელეთ ბრძოლა და ოდესღაც შვება მოვა ალლაჰისგან. სიტყვები თითქოს გულიდან მოდის, მაგრამ ამავე დროს პოლიტიკურად გამიზნული. ხაბიბი არ არის გულურყიალო ბიჭი, ძმაო. ეს ადამიანი ზუსტად იცის, როდის და რას უნდა თქვას. ზუსტად ხვდება, რომელ თემაზე შეიძლება პოპულარობა მოიპოვოს და სად ჯობია შიჩუმე შეინარჩუნოს. აი, მაგალითად, რუსეთისა და უკრაინის ომის თემაზე კი საერთოდ არ ლაპარაკობს. ერთი სიტყვაც კი არ უთქმია, როცა მისი თანამემაგლოებს ომში გზავნიან და ბევრიც იღუპება. ხაბიბი ჩუმადაა. არც თანაგრძნობა, არც განცხადება, არაფერი. სამაგიეროდ პალესტინაზე ყოველ კვირას პოსტი, ლამაზი ფოტო, ემოციური ტექსტი. ეს ხომ უკვე ორმაგი სტანდარტია. არა, ხაბიბი თითქოს ერთით საუბრობს მშვიდობაზე, მეორეთი კი ფულს აკეთებს ამავე თემით და სწორედ ამიტომ ის ბევრისთვის აღარ არის ის წმინდა სიმბოლო, როგორიც იყო ოდესღაც. მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, ძმაო. მერე უფრო ღრმად შევალთ იმაში, თუ როგორ იყენებს ხაბიბი თავის რელიგიური იმიჯის ფულის შოვნილად, როგორ იქცა პალესტინის თემით პოპულარობა ბიზნესად და როგორ ახერხებს, რომ ეს ყველაფერი ლამაზად შეფუკოს. თითქოს წმინდა მიზნებისთვის აკეთებს. ხაბიბ ნურმაგომედოვი დღეს ხშირად ჩნდება სხვადასხვა ღონისძიებებზე, ინტერვიუებში, კონფერენციებზე, სადაც მუდმივად საუბრობს რწმენაზე, სიწმინდეზე და ადამიანობაზე. მაგრამ ამ სიწმინდის მიღმა ჩანს ძალიან ცივი გათვლა. მაგალითად, როგორც დანა უაიტმა განაცხადა, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ხაბიბმა კარიერა დაასრულა, იყო ის, რომ ის უკვე კარგვად ფულს შოულობდა თავისი მუსლიმური ტურის წყალობით. გახსოვთ, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი? როდესაც ხაბიბმა ღიად დაიცვა ისლამისტი მამაკაცი საფრანგეთიდან, რომელმაც 2020 წელს თავი მოკვეთა საკუთარ მასწავლებელს, რადგან მას არ მოეწონა მუჰამედის კარიკატურა. შოკი იყო მთელ მსოფლიოში. მაგრამ ხაბიბმა მაშინ პოსტი დადო და დაწერა: "გალოცოს ალლაჰმა ამ ახალგაზრდა გმირის ოჯახი." და სწორედ ამ მომენტიდან დაიწყო მისი ახალი ფაზა. ხაბიბი აღარ იყო უბრალოდ UFC-ს ჩემპიონი. ის იქცა გმირად მუსლიმურ სამყაროში. მას დაუწყეს მოწვევები საუდის არაბეთში, ყატარში, არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში. მას უხდიდნენ $1000 თითო კონფერენციაზე, სადაც ის უბრალოდ საუბრობდა რწმენაზე და ახალგაზრდობის აღზრდაზე. ანუ ბრძოლის გარეშე შოულობდა იმაზე მეც, ვიდრე ზოგიერთ მებრძოლს მთელი კარიერის განმავლობაში აქვს ნაშოვნი. და ამის შემდეგ ხაბიბმა დაიწყო ამ თემის გამოყენება სისტემატურად. პალესტინა, მუსლიმური ერთიანობა, სამართლიანობა, თანაგრძნობა. მაგრამ რეალურად ეს გახდა ბრენდი, რომლის მთავარი მიზანია ფული. აი წარმოიდგინე, ძმაო, ხაბიბს დღეს ინსტაგრამზე ყავს 60 მილიონზე მეტი გამომწერი. თითო პოსტზე მილიონობით ნახვა. როცა ის წერს, ძმებო, პალესტინა უნდა გადარჩეს.
ეს ერთი ემოციური ფრაზა მილიონობით ადამიანის გულს ეხება, მაგრამ ამ დროს მის გვერდზე ჩნდება რეკლამა. დაინტერესდი ინვესტიციებით შარიათის წესების მიხედვით? შეინახე შენი ფული ჰალალურად და მიიღე პროცენტი. ახლა შეჩერდი წამით. როგორ შეიძლება ძმაო, პროცენტი ჰალალური იყოს, როცა თვითონ ყურანი კრძალავს ნებისმიერ სარგებელ სესხზე? და მაინც ხაბიბი ამას აკეთებს. მან თავად თქვა ერთ-ერთ ვიდეოში: თუ სადმე ჩადებ ფულს, უნდა იყო დარწმუნებული, რომ წყარო სუფთაა, მაგრამ მთავარია, რომ ეს ფული მუშაობდეს შენთვის. ეს უკვე არა რწმებაზე, ეს უკვე ბიზნესზეა. ხაბიბი აშკარად იყენებს თავის რელიგიურ იმიჯს, რათა მიიზიდოს ნდობით აღჭურვილი მაყურებელი. ის კარგად ხვდება, რომ მისი აუდიტორიის დიდი ნაწილი მორწმუნეა, ემოციურად და სულიერად ახლოს არის მის სიტყვებთან. და სწორედ ამიტომ, როცა ის რეკლამირებს ახალ პროექტს, თუნდაც ეკონომიკურად საეჭვოს, ხალხი იჯერებს. მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ პალესტინის თემით არ მთავრდება. ხაბიბი დღეს ძალიან ხშირად საუბრობს იმაზე, რომ მისი მიზანია ახალი თაობის აღზრდა. ის ამბობს, რომ უნდა გახსნას ასობით დარბაზი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც ბავშვები შეძლებენ სწავლას, დისციპლინის მიღებას და რწმენაში გაიზრდას. თითქოს იდეა იდეალურია, მაგრამ რეალურად ეს ყველაფერი მორიგი ბიზნეს მოდელია, სადაც ყველაზე დიდი მოგება მოდის ლიცენზიების გაყიდვიდან. ხაბიბი გეუბნება: გააკეთე ჩემი ბრენდის დარბაზი შენს ქალაქში, იყიდე ლიცენზია და გახდი ჩემი პარტნიორი. ანუ ფული მოდის არა იმ ბავშვებიდან, რომლებიც ვარჯიშობენ, არამედ იმ ადამიანებიდან, რომლებიც ჯერა რომ ხაბიბის ნახელი ავტომატურად მოიტანს წარმატებას. ასეთი სქემა მსოფლიოში 1000 ჯერ განხორციელდა. ნიკოლაი ვალუევი, მაიკ ტაისონი, ფლოიდ მეიუეზერი, ყველანი მათგანი იყენებდნენ თავის სახელს სავაჭრო ნიშნად. მაგრამ განსხვავება იმაშია, რომ ხაბიბი ამას აკეთებს ისე, რომ თითქოს ეს არის ალლაჰის სამსახური. თითქოს ეს არ არის ბიზნესი, არამედ მისია. აი ეს არის ნამდვილი ოსტატობა, ძმაო, როცა იყენებ რწმენას, როგორც ინსტრუმენტად ფულის მოსაგებად. და რაც შეეხება ყველაზე ამასგზენად იგურება, რომ ხაბიბი თითქოს არც ერთ წამს არ განიცდის ამის გამო. მას არ ახსენდება არც მისი თანამემამულეები, რომლებიც ახლა ომში იღუპებიან, არც ის, რომ ბევრი მათგანი სწორედ იმ ქვეყნიდან არის, სადაც ის გაიზარდა. დუმს, იმიტომ რომ იქ რაღაცა მოსაპოვებელი არ აქვს. ხაბიბს არ აწყობს რუსეთისა და უკრაინის ომის თემა, არც შიდნა პოლიტიკური კრიტიკა. იქ ფული არ არის. პალესტინა კი ემოციური, აქტუალური, ყველასთვის გასაგები ტრაგედია. იდეალური პლატფორმა საკუთარი პოპულარობის შენარჩუნებისთვის. ამიტომ ძმაო, როცა ხედავ ხაბიბის პოსტს პალესტინის დროშით და ცრემლიან ემოჯით, უნდა გახსოვდეს ეს ემოცია არა გულიდან მოდის, არამედ მარკეტინგული გეგმის ნაწილია. აი ახლა მივედით ყველაზე მწვავე და უსიამოვნო ნაწილამდე. იქ სადაც ყველაფერი უკვე აშკარად ფულის სუნს აყოლებს. ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბოლო წლებში იმდენად გააფართოვა თავისი ბიზნეს ინტერესები, რომ დღეს ის უფრო ჰგავს მარკეტინგულ კონგლომერატს, ვიდრე სპორტსმენს ან მოტივაციურ ლიდერს. ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა მან დაიწყო საუბარი ინვესტიციებზე, კრიპტოზე და სოკოთებული ჰალალურ ფინანსებზე. თავდაპირველად ეს ყველაფერი გამოიყურებოდა როგორც იდეა, რომელიც თითქოს უნდა დაეხმაროს მუსლიმ ახალგაზრდებს ისწავლონ ფულის მართვა ყურანის პრინციპების მიხედვით. მაგრამ მალე ყველაფერი გადაიქცა სკამ პროექტების ვირუსულ სერიად. ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა იყო MBG თოკენი. თოკენი, რომელიც ხაბიბის სახელს უკავშირდებოდა. ოფიციალურად ის ამბობდა, რომ ეს პროექტი შექმნილი იყო იმისთვის, რომ მორწმუნე ადამიანებს ჰქონოდათ სუფთა, გამჭირვალე და ჰალალური ინვესტიცია. მაგრამ რაც მოხდა შემდეგ, იყო სრული კატასტროფა. ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩადებდნენ ფულს იმედით, რომ ეს ინვესტიცია გაიზრდებოდა. თვითონ ხაბიბი პროექტის პრეზენტაციებზე მოდიოდა, იღებდა ფოტოებს დამფუძნებლებთან, საუბრობდა იმაზე, როგორ მნიშვნელოვანია ფინანსური განათლება. მის სიტყვებზე ხალხი ენდობოდა, რადგან ეს ხომ ხაბიბია, უფლის მებრძოლი, რომელიც არასოდეს იტყუება. მაგრამ რამდენიმე თვეში MBG თოკენი დაეცა თითქმის ნულამდე. ფული გაქრა და არც ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა პასუხი არ გასცა. და აი აქ კი ყველაზე საინტერესო. ხაბიბმა უბრალოდ დუმილი არჩია. არც განმარტება, არც ბოდიში, არც ერთი სიტყვა იმ ათასობით ადამიანისთვის, ვინც საკუთარ დანაზოგს გამოეთხოვა. ეს იყო ის მომენტი, როცა ბევრმა პირველად დაინახა, რომ ხაბიბი არც იმდენად სუფთაა, როგორც თავს წარმოაჩენდა. მისი ბრენდი, რომელიც აშენებული იყო პატიოსნებაზე, წმენაზე და ღირსებაზე, აღმოჩნდა ჩვეულებრივი საფარი ფულის გასაკეთებლად. და ეს არ იყო ერთადერთი შემთხვევა. ხაბიბის სახელი ფიგურირებდა რამდენიმე სხვა საეჭვო კომპანიაშიც, რომლებიც რეკლამირდებოდა მისიერ ან მის გარემოცვაში მყოფ ადამიანების გვერდით. მაგალითად, Eagle Token, Halal Invest, Islamic Coin. ყველა ამ პროექტში იყო ერთი და იგივე სქემა. ხმამაღალი სლოგანები, რწმენაზე აპელირება და ბოლოს სიჩუმე, როცა ხალხი ფულს კარგავდა.
მოდი გულწრფელად ვთქვათ, თუ ადამიანი მართლა მართავს პროექტს პატიოსნებაზე, ის არასოდეს გაქრება პრობლემების დროს. ხაბიბი კი უბრალოდ ჩუმად გახდა. არავინ იცის რა თანხა მიიღო მან ამ თანამშრომლობებიდან, მაგრამ ყველა ვინც იმ პროექტებში მონაწილეობდა, დღეს გრძნობს თავს მოტყუებულად. ახლა იფიქრე, ეს ადამიანი, რომელიც ასწავლიდა ახალგაზრდებს ღირსებაზე, ახლა თავად იქცა იმ ტიპაზე, ვისაზეც ახალგაზრდობაში თავად იქნებოდა გაბრაზებული. და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი. ხაბიბი გრეს არ მონაწილეობს არც ერთ საჯარო დისკუსიაში, სადაც მას შეიძლება კრიტიკული კითხვა დაუსვან. ყველა მისი ინტერვიუ წინასწარ შერჩეულია. ჟურნალისტებს უკრძალევან მტკივნეული თემების დაყენებას, მათ შორის MBG თოქენის, პალესტინის პოლიტიკური გამოსვლების ან მისი ფინანსურ საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებს. ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ხაბიბი აღარ მოქმედებს როგორც გულწრფელი ადამიანი. ის მოქმედებს როგორც ბრენდი, რომელიც უნდა საკუთარი იმიჯის კონტროლი. და აი ახლა მისი იმიჯი ისევ იქეთ იხრება, საიდანაც ერთხელ წამოვიდა. ძალაუფლებისკენ. ოღონდ ახლა ეს ძალა აღარ არის ოქტაგონის შიგნით. ეს ძალაა სოციალური ქსელის გავლენაში, ემოციების მენეჯმენტში და ფულზე კონტროლში. ის ქმნის ისტორია, სადაც გმირად რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ მისი აუდიტორიის დიდი ნაწილი მზადაა დაიჯეროს ყველაფერი, რაც ის იტყვის, და ეს უკვე სახიფათოა ბძაო. იმიტომ რომ როცა მილიონობით ადამიანი უსიტყო დენდობა ერთ ადამიანს, რომელიც მორალისა და რწმენის ნახელით მოქმედებს, იქ უკვე იბადება პატარა დიქტატურა. ხაბიბი დღეს აღარ არის უბრალოდ ყოფილი ჩემპიონი. ის იქცა იდეოლოგად, მაგრამ არა რწმენის, იმიჯის იდეოლოგად. და იცი რა არის ირონიული, ის რომ მიუხედავად ამ ყველაბრის, მას ისე უწოდებენ უფლის მებრძოლს, თითქოს ის მართლა ერთი უბრალო მორწმუნე ადამიანია, რომელიც სურს კეთილი. მაგრამ რეალურად ის დღეს არის უზარმაზარი ბიზნეს იმპერიის სახე, რომელიც შთაბეჭდილებას ქმნის სიწმინდისა და თავდაბლობის, მაგრამ შიგნით იმალება ცივი გამოთვლა და ფული. ასე რომ ძმაო, როცა მომავალში კიდევ ნახავ ხაბიბის ვიდეო, სადაც ის ამბობს, დაიმახსოვრე ძმაო, თავარი არ არის ფული, არამედ პატივია, უბრალოდ გაიღიმე. იმიტომ რომ ყველაზე ხმამაღლა პატივზე ისტორიათ ის ლაპარაკობს, ვინც ყველაზე ხანია ფულს ატივზე მაღლა აწენებს.